როდის შეუძლია ებრაელს რომ გადავიდეს საფლავზე და როდის არ შეუძლია. პირველ რიგში ყველასთვის ჩვენთვის ცნობილია რომ კარგ დღეებში და შაბათს ებრაელი საფლავზე არ გადადის. ვინაიდან ამ დღეს არის ძალიან დიდი სულიერი სინათლე და სულები იმყოფებიან ჰეიხალში, საიდანაც მათი გამოყვანა უბრალოდ სულებისთვის ცუდია. გარდა ამისა, სულები გადიან ზეციურ სამყაროებში, სულიერ სამყაროებში გარკვეულ ტიკუნებს. ისინი არიან გარკვეულ ეიხალებში, საიდანაც მათი გამოსვლა არ შეიძლება მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას მოუნდა რომ საფლავზე გადავიდეს უმიზეზოდ. ებრაელი საფლავზე არ გადადის გარდაცვლილის დაბადების დღეს. ებრაელი საფლავზე არ გადადის მაშინ, როდესაც თვითონ უნდა, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენი ტრადიციით, ჩვენი წესებით არის მიღებული. ეს შეიძლება იყოს გარდაცვლილის იორცაიტი, ანუ გარდაცვალების დღე, ეს შეიძლება იყოს იომ-ქიფურამდე გადადიან ხოლმე ერთი დღით ადრე. ასევე სანთლის ანთობაც შეიძლება სასაფლაოზე ან იქ იმ ოთახში, სადაც ადამიანი გარდაიცვალა. ეს ცალკე თემაა. ქოენებისთვის საერთოდ არ შეიძლება საფლავზე გადასვლა და ის რომ ვინმეს უნდა რომ საფლავზე გადავიდეს სხვა დღეს, 10 ჯერ დაფიქრდეს, სანამ გადავიდოდეს. ვინაიდან დაუსვას პირველ რიგში თავის თავს შეკითხვა, რატომ გადადის საფლავზე, იმისთვის რომ თვითონ დაწყნარდეს? ეს ეგოისტური წამოწყება არის. სულისთვის თუ კარგი უნდა, სხვა რამე შეუძლია გააკეთოს. ისწავლოს თორა, წაიკითხოს თეილიმი, სხვა მიცვები შეასრულოს. ვინაიდან, როდესაც საფლავზე გადადიან, სული უნდა მოვიდეს საფლავზე და ისტოვებს იმ ეიხალებს, რომლის დატოვებაც მისთვის საერთოდაც არ არის კარგი. ამიტომ, ძვირფასო ებრაელებო, გაგიგიათ ხომ ქართული ანდაზა 100 ჯერ დაფიქრდი, 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, ხო? 100 ჯერ დაფიქრდით, სანამ ერთხელ გადახვალთ საფლავზე. და გარდა ამისა, ის რომ ქალებისთვის არ შეიძლება საფლავზე გადასვლა, ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ სხვა ვიდეოროლში და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მოусმინოთ ჩვენ ვიდეოროლებს. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეოროლი, მოიწონეთ, დაგვისვით ლაიკი, გააზიარეთ, სხვა ებრაელებსაც მოასმენინეთ და რაღაც თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.